დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი წავიყვანო დეიტზე. აი როგორ დეიტზე იცი, აი crash-თან ერთად რო წავიდოდი, ეგეთ დეიტზე. ჩემ არგენტინულ ბაქეთ-ლისტში რამდენიმე სურვილი მქონდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ტანგოს სამშობლოში ტანგოს შოუს ლაივში ნახვა იყო. თუმცა რამდენჯერაც წასვლა მოვინდომა, იმდენჯერ გადაიდო. ხან ნიკას არ ეცალა, ხან ჩემ ძმებს არ უნდათ გამოყოლა. შესაბამისად, სულ რაღაც ესეთ დამოკიდებული ვაქვს, რომ კაი, მოდი წავიდეთ, მაგრამ მოდი რა, მოიცა ეხა საქმე მაქვს და გადავდოთ რა, მოდი რა ხვალ წავიდეთ რა. მოდი შემდეგისთვის გადავდოთ და აღარ დადგა დღე, როცა ტანგოს შოუზე წავედი. და რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ მარტო წასვლას თავს ვარიდებდი. თითქოს ჩემთვის დეიტზე წასვლა მხოლოდ პარტნიორთან ერთად დროის გატარებასთან ასოცირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკას უამრავი რამ გვაქვს საერთო, ჩვენი ინტერესები ზოგ რაღაცეებში რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, ნიკას ბევრად ურჩევნია დაესწროს ფეხბურთის მატჩს ვიდრე ტანგოს შოუს. და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ინტერესებს ხშირად ვითვალისწინებ, ვიფიქრე, რა მოხდება თუ ამ ერთხელ არ დაველოდები და უბრალოდ ავდგები და მარტო გავაკეთები იმას, რაც მე მინდა. მეთქი, როდის უნდა დადგეს ის დღე, ანუ სადაცაა მივდივართ და კიდე რამდენი ხანი უნდა ვიცადო, მეთქი ხო და არც ვაცი, არც ვაცხელე და ვიყიდე ტანგოს შოუს ბილეთები. როგორც ამბობენ, საუკეთესო ტანგოს შოუს თეატრი არის ეგ. საკმაოდ ძვირი ცხირს, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც გამოცდილებებში ფული ყველაზე ნაკლებად ენანება. ამიტომ ვიყიდე და დღეს წავალ სოლო დეიტზე ტანგოს შოუზე. სწორედ ამიტომ დღეს საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს დისკომფორტი გადამელახა და მარტო წავსულიყავი იქ, სადაც ჩვეულებრივ ნიკასთან ერთად წავიდოდი. ამით მინდა რომ საკუთარი თავი დავტესტო ახალ მდგომარეობაში და დავაკვირდე. იქნებ მარტო დეიტზე წასვლა არც ისეთი დისკომფორტულია, როგორც გგონია. მაგრამ მანამდე მაქვს სამუშაო, მაგრამ კიდევ უფრო მანამდე ჯერ ყავარე და მილებია. მოკლედ დღის გეგმა ასეთია. პირველ რიგში წავიდა ყავის დასალევად კაფეში, მოგვიანებით ლოკალურ მარკეტზე სამახსოვრო საჩუქრები ვიყიდო, დავთვალიერო უნიკალური ბიბლიოთეკა ბუენოს-აირესში და ვუყურო არგენტინული ტანგოს შოუს ლაივში. ჩემი დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Romigo, რომელზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით მოგიყვებით. დილიდანვე გავედი ჩემი უბნის პატარა კაფეში, სადაც უგემრიელეს ყავასთან ერთად დღის მთავარი საქმეები მოვილია. დავიღალე კომპიუტერთან ჯდომით, ამიტომ გამოვედი ქალაქში სასეირნოდ. ჩვენ მიმდებარედ ძალიან ბევრი რაღაც ხდება. არის რაღაც ფუდკორტივი ტერიტორია, როგორც ბაზარი ორბელიანზე ეგეთი, არის რაღაცა მარკეტები, სადაც იყიდება რაღაც ვინტაჟური ნივთები და ვიფიქრე, რომ რამეს ავარჩევდი ბეჭედს ან რამეს რა სამახსოვროდ. ვაი, მანქანა შუა გზაზე მოძრაობ. ბუენოს-აირესის ლოკალურ მარკეტზე უამრავი ხელნაკეთი აქსესუარი აქვთ გამოტანილი. მე კი რადგან საკუთარი თავი დეიტზე მყავს, გადავწყვიტე ახალი ბეჭდებით დამესაჩუქრებინე. ახალი ბეჭდებით მაქვს. და პროცესში მარტო ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტიც აღმოვაჩინე. სოლო დეიტი კიდე ძალიან ფანი, იმიტომ არის, რომ არავინ არასდროს არ გაჩქარებს რა, აი რამდენი ხანიც გინდა, სადაც გინდა გაჩერდები და არავინ არ გიჩიჩინებს რომ კაი რა, წაბა რა, მალე რითვე რა არჩე, კაი რა, გადი რა. ანუ აი, დასვენებული ვარ. შოპინგის შემდეგ სახლში მივბრუნდი და გავემზადე ბუენოს-აირესში ყველაზე გამორჩეული ბიბლიოთეკის სანახავად, რომელიც ადრე მოქმედი თეატრის შენობა იყო. ახლა კი პოპულარული ტურისტული სანახაობაა, სადაც წიგნები და სხვადასხვა აქსესუარები იყიდება. და მეც იმედით წავედი, რომ გარდა სანახაობისა, ჩემთვის სასურველ წიგნს შევარჩევდი. სამწუხაროდ, ჩემი წიგნი არ ქონდათ. მაგრამ რადგან ის წიგნი არ აქვს, რომლის საყიდლოდაც მოვედი, ეხლა ესე უცებ ხო არ წავალ, ხო უნდა დავტკბე აქაურობით. ხო და ესეთ რაღაცებს ვაკეთებ. მივდივარ ხოლმე დახლებთან და წიგნის ქავერის მიხედვით ვცდილობ გამოვიცნო, რაზე შეიძლება იყოს წიგნი. და მე ვკითხულობ ხოლმე აღწერას და ან ვიგებ ან ვერა რა, ანუ ან გამიმართლდება ხოლმე. მოლოდინი ან ვერა. ესეთი პატარა გეიმი, რომელსაც ვეთამაშები ხოლმე საკუთარ თავს, უფრო სწორად ამ გეიმის თამაში უფრო მიყვარს ხოლმე ვინმესთან ერთად რა, მაგალითად აი ნიკასთან ერთად, ან ჩემ დასთან ერთად, ან ჩემ ძმასთან ერთად. Anyways, ეხლა მარტოც არ დავიჩაგრავ თავს და ძალიან დიდი წარმატებით რამე წიგნს მოვიტან და ეხლა თქვენთან ერთად ვითამაშებ ამ გეიმს. ახლა წავიდეთ book hunting-ზე. ამ თამაშის მთავარი ასპექტი არის, რომ შეერჩიო ჟანრი. მოდი იყოს რომანსი. ძალიან cute cover-ები აქვს და მაგიტო. ღმერთო, აი, რაღაცნაირად წარმომიდგენია, რომ თანამედროვე რომანს ბუქები არის ძალიან მოსაწყენი, აი, არც თანამედროვე ფილმები და არც თანამედროვე წიგნები რაღაც არ მომწონს default. მგონია, რომ აი ძალიან ბანძიდაზე დაპირულია, აღონ და აი რატო არ ვიცი. აღონ personal development და ფსიქოლოგიურ რაღაცებს არა. რომელი წიგნი განვიხილოთ? Oh, this is giving lesbian. ეს არის or strong independent woman-ზე. მგონია, რომ ლავერები გახდებიან რა. ცოტა lesbian vibe მაქვს რა ამ წიგნს. იმიტომ რომ romance section-ი არის და yeah, მგონია, რომ ძალიან different personality აქვს და ერთმანეთს მაგით იზიდავენ. Okay, let's see.
ეს თამაში უფრო კარგად მუშაობს. როცა იმენაზე თამაშობ, რა ენაზეც წიგნებია, იმიტომ რომ ეხლა translate ვიყენებ. Of course, ანუ რა თქმა უნდა ლესბიანზე არის. ეს გოგოშკური გოგო იყო რაღაცა ცნობილი ბროდკასტერი და სახლის მას აკეთებდა რენოვაციას. ეს გოგო მივიდა და მაგ პროექტზე მუშაობდა რა. Oh my god. თავიდან ერთმანეთი ძალიან არევასებოდათ, მაგრამ სადღაც somewhere along the way their dislike turns into something completely different and we all know what that difference is. Now ეს გამოვიცანი ხა. Wow. ამ ლაიბრერიში, სადაც იყო თეატრის სცენა, არის გაკეთებული კაფე. და შემოვედი, რომ დავწეროთ ღიური, ჩემი მენტალური ჯანმრთელობის გარანტი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მოგზაურობის ისტორიების აღმბეჭდავი და თავარი გმირი, ჩემი ღიური. საწმენდიაში რომ ვაკეთებ ვიდეოებს, ყვები ამბებ ჩემი ღიურიდან თქო. მართლა ფაქტობრივად ჩემი ღიურიდან ვყვები ამბებს რა, ანუ ეხლა რაღაც მოგზაურობაში რო ვარ, რაღაც ძალიან მრავალფეროვანი ყოველდღიურობა მაქვს ძირითადად და წარ ხოლმე იმისთვის, რომ თან გამახსენდეს მერე. და თან წარ ხოლმე რა მოხდა და მე მაგ ყველაფერს ვაქცევ ხოლმე ვიდეო ღიურებად. და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი არის რა. რაღაც გამოკითხვა მქონდა Instagram-ზე და ჩემმა გამომწერების უმეტესობამ უპასუხა, რომ ღიურის წერა მინდაო, რომ დავიწყო, მაგრამ ვერ ვიწყებო. და ეს პრობლემა ერთ დროს მეც მქონდა, ანუ ყოველთვის ანუ როდესაც ეს რამე მიზანი არ გაქვს, ძალიან რთული არის რომ გადაშლი რაღაცის წერა დაიწყო რა. და მაგისთვის მე შევიმუშავე ჩემი თავისთვის ძალიან სხვადასხვანაირი ფრეიმვორკები რა. ანუ არასოდეს არ მიდგება ის მომენტი, რომ აი არ ვიცი რა დავწერო რა. ხოდა ნელ-ნელა დავიწყებ და გაგიზიარებ ხოლმე თუ გაინტერესებს რა თქმა უნდა. ჩემი ტექნიკები რა არის ღიურის წერის. და იქნებ ინსპირაცია იყოს თქვენთვის, რომ ჩემთან ერთად დაიწყოთ ღიურის წერა. ჩემ Instagram-ზე უკვე შევქმენი community channel-ი, სადაც ყოველდღიურად ვაზიარებ კითხვებს, რომელიც დაგეხმარება ღიურის წერის დაწყებაში და თუ გაინტერესებს, ჩატის ლინკი აღწერაშია და შეგიძლია შემოგვიერთდეთ. მე ზოგადად არ ვარ მოყვარული კლასიკურად ჩაცმის, მაგრამ დღეს რადგან საკუთარ თავთან მივდივარ დეიტზე და თან მივდივარ თეატრში, ტანგო შოუს სანახავად, გადავწყვიტე, რომ რაც კი მაქსიმალურად კლასიკური მქონდა აქ წამოღებული, ის ჩამეცვა, რომელიც არის ეს მაიკაპ. კაი, დავიწყოთ მომზადება. ჩემ თავზე მაკიაჟში ყველაზე მეტად მომწონს კონტური და თვალის ლაინერი. ეგ ორი რაღაც თუ მისვია, რომ სრულყოფილად გრძნობ თავს და მე არ მიყვარს მაკიაჟში ცვლილებები და ყოველთვის ვიკეთებ სტანდარტულად ერთნაირ მაკიაჟს და დღევანდელ დღეს არ იქნება გამანაკლისი. ზოგადად მუსიკა მაქვს ხოლმე ჩართული. ძალიან მიყვარს ესეთ დროს მუსიკების მოსმენა. Obviously, ანუ ვის არ უყვარს, მაგრამ მე ხა ვერ ვთავ მუსიკას, იმიტომ რომ მაშინ ვერ დავიღებ და გადავიტაროთ ეს, ცოტა უფრო ისევა და მე ბლაშები არ მიყვარს, ბლაშებს ვერ ვიტან. უნებრივად მაქვს მოვარდის ფროლოყები და ვაიმე როგორ ვერ ვიტანო, ოღონდ ეგ არ მქონდეს და ეხალხი რომ ბლაშს ისვამს, რა მემართება იცი მეთქი. რა ამ ერთი სქელი ფუნჯით ვინაწილებ ხოლმე კონტურს ყველგან რა, ძალიან კომფორტულია. მართალია, სხვაზე ვერ ვიცრა, მაგრამ რა დაუყვები ხოლმე, მიუყვები და ვინაწილებ ერთი მინდა ვიშლის. იმის ფუნჯი, ამის ფუნჯი, იმის ფუნჯი. შენი ტინი მე რა, კომპაქტურად და მინიმალისტურად რა. წარბებს ვიფიქსირებ ხოლმე ამით. სხვათა შორის Billie Eilish-იც ამას იყენებს. Billie Eilish არის ჩემი აიდოლი. კონტური წავისო, მუსიკა მაკლია ძალიან რა. ეხლა წავიდა ტუში და მე ლაინერი. ეხლა მაქვს ორი დისკომფორტი რა. ერთი რომ მარტო რომ მივდივარ ხო არის უცხო და რაღაც მაინც უცნაური რა. ეხლა ესე თეატრში რომ მარტო მივდივარ და მეორე მარტო მივდივარ უცხო ქალაქში და გვიან და აი ეგ მაგარი anxiety-ს მიჩენს. ამების თქმა და მოვიწყდა. ეს არის L'Oreal-ის ტუში. ჩემო სიყვარულო, უჩემო დრანაირად მიდიხარ, ვერ გავიგე. მე აქ არ ვარ, მაგის დედა ვატირე. მე რა პროგრამოზე? შენ დაკარგე შანსები, ჩემო კარგო. იმდენჯერ დამაუარე, რომ ეხა წამო ერთად წავიდეთ რა, ტანგოში მანგო. ერთად ვიცეკოთ სამბა. Somebody love the samba. Nari. ნიკა სამბა არის, მე ტანგოს და ტანგო როგორ არის? და ტანგო როგორ არის? ჰა? როგორ და კარგად. მომიღე, წამღერა. dan darariram bam bam ეგარი ხო? ჰა? კი. ლაინერსაც წავისვამ და ეგარი. ლაინერის წასმაში ვარ ძალიან დასპასებული. ვიფლექსავებ თუ შეიძლება. იმდენად მიყვარს ლაინერის წასმა და იმდენად დიდი ხანია, რომ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, რომ აი ზუსტად წამებში ვისვამ. თვალებ გახელილზე ვისვამ ხოლმე და იდეალური გამოდის. არ შესწორება მჭირდება არაფერი.
ეხა სამკაულები. მე ძალიან მიყვარს ჩემი აქსესუარები, მაგრამ რაღაცნაირად ეხა არ ვიცი აქ გავიკეთო თუ არა, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. მე რა მეც გავიკეთებ. This to my top of გავიკეთო. მე ვიყავი ძალიან silver girly, ანუ მთელი თინეიჯერობა და მერეც ამ წლამდე ფაქტობრივად. და სულ მეკეთა ვერცხლი და რატო დავიწყე ოქროების გამოყენება? იმიტომ რომ ფერების ანალიტიკა ჩავიტარე ჩემით და ChatGPT-ის დახმარებით ოღონდ და ვარ თბილი ტონალობები და აღმოაჩინე რომ ოქროსფერი ფერები ბევრად უფრო მიხდება ვიდრე silver და მთელი ჩემი აქსესუარების გადაწყობა მომიწია მაგ ფერებზე და ამიტომ მოდი გავიკეთებ მოოქროვილებს და არა ოქროებს. იმიტომ თან რაღაცა მინდა, იმიტომ რომ გავეპრანჭო. აი ეს ამას გავიკეთებ. ძალიან მაზი და მინიმალისტური როგორებიც მე მიყვარს. მოკლედ ახლა მოვიყვებით ჩემი საყვარელი ბეჭდის ისტორიას. ეს ბეჭდი ძალიან მიყვარს. მოკლედ მე ზოგადად ძალიან მიყვარს ბეჭდები და ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. და მე ვარ დაბადებული 17 დეკემბერს და ასევე 17 დეკემბერს არის დაბადებული ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც წლები უკვე ამერიკაში ცხოვრობს და ძალიან მენატრება. ელენე, ხო და მოკლედ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ელენეს გავუკეთე ესეთი ბეჭედი. ერთიანი და შვიდიანი აწერია, ერთიანის მაგივრად არის ის არის, იმიტომ რომ შულდოსნები ვართ და ის არის. და თან ის არის ერთიანს გავს და შვიდიანი. და ესეთი ბეჭედი არის რა. და ეგ ბეჭედი ქონდა მეჩინგები რა, მე და ელენეს. მე რაღაც პერიოდის მერე ბეჭედი თითიდან მომძრა და ჩამივარ და ტრაპში. ნუ ეს ბეჭედი დავკარგე. მაგის მერე რაც აღმოაჩინე რომ ოქროულობაზე უნდა გადავიდე, დედაჩემთან ვახსენე რომ მეთქი, ეხლა მეთქი რადგან ოქროულობაზე მინდა გადასვლა მეთქი, ის ბეჭედი უნდა გავიკეთო უეჭველი თავიდან თქო რა. ხო და დედაჩემმა დაიმახსოვრა ეს ყველაფერი და ამ დაბადების დღეზე საჩუქრად გამიკეთა ეს ბეჭედი ოქროსფერ ფერში. ძალიან მიყვარს ეს ბეჭედი. ხა მოკლედ ესეთი მნიშვნელოვანი ის აქ დანიშნულება, მაგრამ ოქრო არის და არ მინდა გაკეთება რა. სულ ეს არის მოკლედ ჩემი გამზადება. Cute. წავედი მოკლედ ეხა ტაქსს გამოვიძახებ. წავალ ინტერნეტი მაქვს ჩასართავი არ უნდა დამოვწყდეს. ხო, მოკლედ, როდესაც ხარ გოგო და ხარ უცხო ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რაც არის შენ ცხოვრებაში არის ინტერნეტი და ფული რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერნეტი, იმიტომ რომ უნდა გააზიარო ლოკაცია, როგორც კი ტაქსში შევედი და მეგროვე სკრინი გადაიღო, გააგზავნო. ინტერნეტის გარეშე ხარ საბედნიეროდ მე დამეპარტნიორდა როუმინგო, რომელიც გახდა ჩემი ინტერნეტ მხარდამჭერი. სინამდვილეში კი უფრო ჩემი სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტია უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას. როუმინგო ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც მაისის თვიდან საშუალებას გაძლევს შენი მოგზაურობიდან მორჩენილი მეგაბაიტები პირდაპირ მეგობარს გაუზიარო. თანაც აპლიკაცია ქართულადაა და ძალიან მარტივია ნავიგაცია. Where are you going alone? On a date Bro, what if you get kidnapped? with myself. This is Brazil. ჩემი დაცვა ჩემზე ნერვიულობს. ოვისა სერიოზულად თუ ძალიან შემეშინება დაგიაკონგამე და შენდა ნიკამ გამომაკითხეთ. ან ნიკამ ან ლუკამ ან რა ვიცი. ნიკამ თქვა რომ სტეიკზე გვინდა წასვლაო. ნახე ბაძავენ ხალხო, მე როგორც კი ვთქვი რომ solo date-ზე მივდივარ თქო, ეგრევე შემოიკრიბნენ და წავიდეთ სადმე სტეიქ-ჰაუსში ხომ არ წავიდეთ არგენტინული სტეიკი დავარტყათ. Solo date არის lame. Why is it lame, bro? You're lame. Bro, because you're alone. კაი, წავედი, ტაქსი მოვიდა. როგორც თითქმის ყველგან და ყოველთვის მოვედი ცოტა ადრე და ფაკვირდები ყველას და ყველაფერს ახლა მარტო რო ვარ მეტი რა საქმე მაქვს, სადაც შინაგანად დამკვირვებელი ადამიანი ვარ და უმეტეს ახლა ყველა არის რაღაც რომანტიკულ ვახშამზე, ოჯახები, წყვილები, მაგიდასთან სხედან კურკურებენ და მე ცოტა ძალიან მეუხერხულება მარტო რო ვარ და რო ვიღებ გიჟივით და თან ყველა ძალიან კლასიკურად გამოიყურება. ძალიან რაღაცნაირად არიან გამოწყებილები და მე რაღაც ქვემოთ New Balance-ები მაცვია და რაღაც და ცოტა weird გულწრფელ თავს. ეხლა ვფიქრობ, რომ რამე შევუკვეთო, ჭიქა ღვინო და ისე ვუყურო ტანგოს შოუს. როგორც ნამდვილ დეიტზე ვიზამდი. კარგია რომ სკამზე ვერ ვზივარ, წამომხტარი ვარ და ისე ვუყურებ, აი ხელოვნება არის ჩემთვის ზუსტად ეს მუსიკა და ეს მოძრაობები.
იმდენად კარგი იყო, რომ აი მინდა რომ ყოველდღე მოვიდე სანამ არგენტინაში ვარ. არ მჯერა, რომ რაც ნახე იყო რეალური. აი ეს solo date იყო დედამიწაზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. აი ალბათ ვინმესთან ერთად რომ ყოფილიყავი, ესე ძალიან ბევრი სიამოვნებაა. იმედენად ვიყავი მომენტში და იმედენად აი იმ წუთებით ვცხოვრობდი და იმედენად ვიგრძნობდი აბსოლუტურად ყველაფერს რაც იქ ხდებოდა, რომ აი არავისთან არ მინდოდა არც მაგის გაყოფა. აი ყველაზე მაგარი რაღაც იყო რაც კი გამიგებია. ეხლა ყველას ძინავს უკვე სახლში და მე შემოვიძურწე ჩემი solo date-დან და აი ზე მადლიერი და ზე კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ძალიან მეამაყება რომ გავბედე და მარტო წავედი და გავაკეთე ის რაც ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ როგორც წესი მე ვარ მიჩვეული ძალიან სხვებთან ერთად ჩემი ბედნიერებების გაზიარებას, იმიტომ რომ ყავს 5 დედმამიშვილი, ამდენი დაძმა რო ყავს იასნია ყველაფერს აზიარებ. მაღაზიაში წასვლა გინდა ეუნები რომ წამოერთად წავიდეთ, კინოში გინდა წამოერთად წავიდეთ, იქ გინდა რაღაც სულ რაღაც ეგეთი ურთიერთობა გქონდა და მარტო თითქმის არსად არასოდეს არ დავდივარი. საკუთარი თავის დეიტზე წაყვანა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. შეგრძნება როცა არ გიწევს სხვის ემოციებზე და განწყობაზე ზრუნვა და ყველაფერს საკუთარი ტემპი და ინტერესების მიხედვით აკეთებ. მთლიანად წონის იმ პატარა დისკომფორტის შეგრძნებას, რომელიც მარტო ყოფნას მოაქვს. რაღაც მომენტში გავიწყდება კიდეც, რომ მარტო ხარ, რადგან შეგყავს საუკეთესო მეგზური საკუთარი თავის და ფიქრების სახით. და განცდა, რომ უბრალოდ ადექი და საკუთარ თავს კომპრომისების გარეშე დრო დაუთმე, სასწაულ თვითკმაყოფილების შეგრძნებას გიჩენს. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორთან ერთად დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, არანაკლებ საჭიროა ზოგჯერ დრო მხოლოდ საკუთარ თავს გამოვუყოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ყველა ახალ ქვეყანაში ჩემი თავი წავიყვანო solo date-ზე და ჩემი ლინზით აღმოვაჩინო ყველაფერი.